ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც რეალურად დამიდგა საჭიროება დილას ადრე გაღვიძების, ყოველ დილას მაღვიძარის დარეკვის დროს თითქოს ნახევრად მკვდარი ვიყავი. სხეულს ვერ ვწევდი და ვერ გაურბოდი იმ სურვილს, რომ ცოტა კიდე დამეძინა, ცოტა კიდე დამესვენა და ბოლო წამს ამდგარიყავი. მაგრამ ცოტა თუ მოვინდომებთ, ვნახავთ, რომ რეალურად ძალიან მარტივია იმ დროს დღის დაწყება, როდესაც ჩვენ გვინდა. რა თქმა უნდა, ცოტა სირთულე ამაშიც არის. 3 დღის წვალება მოგიწევს და შემდეგ ყოველ დილას მარტივად გაიღვიძებ ბევრი დაბრკოლების გარეშე. 3 დღე ჭირდება ჩვენს ბიოლოგიურ მექანიზმებს, რომ გადაეწყოს იმ დილის საათზე დღის დასაწყებად, რომელიც გვაწყობს. თუ გინდა რომ შეეგუო დილას გაღვიძებას, უნდა გამოიყენო 4 მთავარი ზაიდგეიბერი. ეს გერმანული სიტყვაა და ქართულად დაახლოებით ბიოლოგიური საათის რეგულატორს ნიშნავს. გერმანულ სიტყვას იმიტომ ვიყენებთ, რომ პირველად ეს კონცეფცია გერმანელმა ქრონობიოლოგმა იურგენ აშოპმა შემოიტანა. პირველი ზაიდგეიბერი, ანუ პირველი გზა რომ გადავწიოთ ჩვენი ცირკადული საათი, არის რომ დავინახოთ სინათლე დილას იმ დროს, რომელზეც გვინდა რომ რეგულარულად ვიღვიძებდეთ. გარეთ მზისკენ გახედვა, გასეირნება 10-15 წუთით, დილას არის პირველი იდეალური მეთოდი ბიოლოგიური საათის გადასაწყობად. რადგან სინათლის დანახვისას ჩვენი მთლიანი ორგანიზმი ხვდება, რომ დღე დაიწყო. საღამოს კი ამის მიხედვით სწორ დროს ვიგრძნობთ, რომ უკვე ძილის დროა. ამასთან თუ ჩვენ მეორე ზაიდგეიბერსაც შევურავთ, რომელიცაა მოძრაობა ან ვარჯიში, მაგალითად ახტომა, რამდენჯერმე ცნობილი ვარჯიშის ჯამპინგ ჯეკის გაკეთება, ან თუნდაც გასეირნება, ეს კიდევ უფრო ძლიერი გზა იქნება იმისთვის, რომ დავარეგულიროთ ჩვენი ცირკადული რითმი. მესამე ასევე მნიშვნელოვანი ზაიდგეიბერი არის საჭმლის ჭამა ან კოფეინის მიღება. თუმცა ყავის გაღვიძებისთანავე დალევა არ არის იმდენად ეფექტური, რადგან ამ დროს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც არის სტრესის ჰორმონი. იგი ისედაც აფხიზლებს ჩვენ ორგანიზმს და გაღვიძებიდან 30-45 წუთის შემდეგ ისედაც პიკში გვაქვს. ყავა კი ამ დროს არაა ეფექტური, რადგან კორტიზოლი ისედაც გვაფხიზლებს, ყავამ კი შეიძლება კორტიზოლის რითმს შეუშალოს ხელი და დღის მეორე ნახევარზე პირიქით ჩვენს ყურადღებაზე ცუდად იმოქმედოს. თუმცა თუ ვარჯიშს აპირებთ ან მთავარი ფოკუსი ცირკადული რითმის შეცვლაზე გაქვს, ყავა ეფექტური საშუალებაა ამის მოსაგვარებლად. რაც შეეხება მეოთხე ბიოლოგიური საათის რეგულატორს, ეს არის სოციალური რითმი. რაც გულისხმობს იმას, რომ იმ დროს, როცა გაღვიძება გვინდა, თუ გვექნება ხალხთან კომუნიკაცია, ესეც გამოწვნის ჩვენს ცირკადულ რითმს და მომავალ დღეებში შენს ბიოლოგიურ საათს ეცოდინება, რომ რაღაც კონკრეტულ დროს მზად უნდა იყოს სოციალური ინტერაქციებისთვის. მაგალითად, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია დილას, ან თუნდაც შინაურ ცხოველთან თამაშიც კი გამოიწვევს შენი ცირკადული რითმის ცვლას. მოკლედ, მზის ნათება, ვარჯიში, კოფეინი ან ჭამა და სოციალური ინტერაქციები არის ის ქმედებები, რომელიც შენს ცირკადულ რითმს დაარეგულირებს და გადმოგაწყობს დილაზე. პროცესი ასეთი უნდა იყოს, თუ თქვათ ხვალიდან გინდა რომ გამოასწორო დილას გაღვიძების დრო. დავაყენოთ მაღვიძარა მაგალითად დილის 8 საათზე, თუ ეს არის ჩვენთვის სასურველი დრო და მიუხედავად იმისა, თუ რომელ საათზე დავიძინეთ წინა დღეს, ამ დროს ავდგებით, შევასრულებთ ჩვენ 4 მისიას, ანუ 4 ზაიდგეიბერს. შეგვიძლია ამ სიას ჭამა გამოვაკლოთ, ეს ინდივიდუალურია, დილას რამდენად გვიყვარს ჭამა, ასევე კოფეინით შეგვიძლია გადავდოთ პირველი საათნახევარი, როდესაც კორტიზოლი ისედაც მაღალია. რთული იქნება შუა დღეს, უკვე ძილის შეგრძნება შეიძლება გქონდეს, რადგან ორგანიზმში ტემპერატურა იქნება მაღლა აწეული, მაგრამ მეორე დღე უკეთესი იქნება, მესამე დღეშიც იქნება ცოტა სირთულე, შემდეგ კი ბუნებრივად გამოიმუშავებს შენი ორგანიზმი მელატონინს სწორ დროს და კარგ დროსაც დაიძინებ და შენს სასურველ დროსაც გაიღვიძებ. ის კი არა დიდი შანსია იქამდე გაგეღვიძოს, სანამ მაღვიძარა დაგირეკავს. თუ მუშაობ უმჯობესია ეს რთული დღეები შაბათ-კვირას დაამთხვიო, ორშაბათს კი უკვე კარგად გამოძინებული მიხვალ სამსახურში და უფრო ყურადღებიანი და ფოკუსირებული იქნები. რადგან ბოლო წამს არ გაგიღვიძია და დილას შენი ორგანიზმი მოასწრებს სრულიად გამოღვიძებას იქამდე, სანამ შენ საქმეს შეუდგები.